სიატლის საერთო საცხოვრებელი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. გამოვედით კახეთში, კერძოდ გურჯაანში. გავცდილობთ გავიგოთ ის პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც განენ კახელები და კერძოდ გურჯაანელები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გავიგოთ რა უჯდება კახელკაც ვენახი შენახვა. საბოლოო ჯამში ჩვენი შრომა არანაირად არ ფასდება, იმიტომ რომ შარშან მაგალითად ლარი და 20 არ გადაგვიხადეს, იმიტომ რომ ლარიანი ყურძენიაო. ფაქტიურად 80 თეთრი დამჯდარი იყო. ეგეც იმიტომ რომ სეტყვა არ იყო. თუ სეტყვა მოვიდოდა, ჩათვალე რომ ზარალზე მივდიოდით, ვერც ამოისუნთქებდა გლეხი. ეხლა ამის შეწამლა უკვე ნაკიდი მაქვს, შხამქიმიკატები კიდე გაძვირებულია. ულით, მაგრამ არ ვიცით რისთვის. შეიძლება იმიტომ ულით, რომ მართლა ამ გველეშაპებს ვაჩუქოთ 30 თეთრში. მე პირადად კი არ ვაჩუქებ. არ მიუტან, იმიტომ რომ თუ ხარისხი თავიანთი ნება რამდენსაც უნდა იმას დაგიწერენ. უკვე ეს გაძვირება შხამქიმიკატებისა პლუს ამას მუშახელი თუ ღირდა 25 ლარი, გამختارია 70 ლარი. შაშანდელი წელი მაგალითად ჩვენთან 80 ლარი იყო. ზიდავი 70 ლარი მკრეფავი. ჩათვალე ამას ჩვენი ხელი თულით, მაგრამ კრეფის დროს ჭირდება დახმარება. ამ დახმარების დროს მაგალითად ამ ვენახში ვიღებ 5 ტონას. 5 ტონიდან 1 ტონა მჭირდება, იმიტომ რომ მუშახელი და ძარა, ეგრეთ წოდებული სატვირთო მანქანა ვიქირაო. ეგ 1 ტონა მას. შხამქიმიკატებს 2 ტონა და ეს ჩემ მუშაობაში მრჩება 2 ტონა. 11ჯერ მარტო წამალია დასხმული. არ ვიძახი გასვლა, დაკავება, ეს პროცესები რო ჩავთვალოთ, აი კახურად რო თქვათ, ვირის მუშები გამოდივართ. თუ არსებობს რაიმე ჯგუფი, რომელიც აი დაახლოებულია მაგალითად იმ კომპანიებთან, ვინც ყურძენს იბარებს და ის თუ დაახლოებს სხვის ხარჯზე ხეირს. თუ ეს ზოგადი პრობლემაა და ყველას პრობლემაა, მაგრამ თვითონ ხეირობენ, იმიტომ რომ თავიანთი დაბალგრადუსიანი სანამ ჩვენი ყურძენი დამწიფდება, მანამდე იბარებენ. ეხლაც რო იძახიან ხარისხიანი ყურძენიო, ერთი თვალით დამანახონ, მაშინ ცალ-ცალკე ბუნკერებში ჩაყარონ. ესენი რო გვატყუებენ, ვის ატყუებენ? ქარხანაზე ჩვენ თვითონ შევდივართ, ხედავთ. ერთი და იგივე ბუნკერში წურავენ 17-იანსაც, 18-იანსაც და 21-იან ყურძენსაც. რა შეხედავს გლეხი გამოსავალსო, ეს საბოლოოდ მისი შრომა დაფასდეს. ყველაზე მთავარი რაც არის ეს, როა წარმოებენ მაიმუნობა ღვინოს, ამ სპირტით, პესოგ წყლით, ესენი უნდა აკრძალონ ამას რა უნდა, კახეთში სადმოდის იმდენი ყურძენი, რომ მარტო საქართველოს ვერ აითვისოს. ჩამომითვლია მილიონი ბოთლი ერთმა კომპანიამ გაიტანა. რამდენი მილიონი მოდის ჩვენ დაანგარიშებელიც აქვს ზუსტადაც ვიცით არ მოდის იმდენი ყურძენი რამც ღვინო გადის და ითვალე რამდენი ბოთლი გადის უცხოეთში და საქართველოს მოხმარებაზე არ არის ლაპარაკი პირადად მე ტონა 200 ღვინო მჭირდება წელიწადში ჩემნაირად რამდენია სად არის იმდენი ყურძენი რომ ფასი არ ქონდეს მაგრამ აწყოთ სპირტით გააკეთებე რაც უნდა 1 კილო ფხვნის მისემე 5 ტონა ღვინო გამოსდით ახლა რა შეაინტერესებს სამთავრობას ჩვენ გვახსოვს დაპირება 5 მილიონი ყველა სოფელსო თქვენთან თუ მოვიდა ეს 5 მილიონიან სოფელ სადაც თქვენ ცხოვრობთ თუ დაეტყვა ამ 5 მილიონის მოსვლა 5 მილიონის არ აგითხრათ არც მოსულა მაგრამ 30 მილიონი მოვიდა 22 მილიონი ისე შეჭამეს რომ დაანგრიეს პირადად მე დავზარალდი ჩემი ობიექტები გამიუბედურეს ჩემ წინ გზა გააფუჭეს 22 მილიონი შეჭამეს კი ეგ ვნახე მაგრამ 5 მილიონისა კი არა 100 ლარის არაფერი არ მინახია მათი მადლობა დიდი გაიხარეთ გაიხარეთ მადლობა წარმატებები გამარჯობა როგორ ძანდებით როგორ ხართ გამარჯობა გამარჯობა გაიხარეთ გენაცვალეთ ძალიან კარგად გამოიყურებთ, თქვენთვის არ ვთქვამთ როგორც ჩანს, რომ კარგად გამოიყურებთ. მონი უნდა ხშირად უნდა უთხრათ, რომ კარგად გამოიყურება. ხდება სოფელში, როგორია სოფელში ცხოვრება? ძალიან დამქანცველი და ძალიან ძნელი შვილობა, როგორია. 2 ბიჭი ყავს, ერთი თბილისში ცხოვრობს. ჩამოდის კი გვაკითხებს, რომ აქ მეურნეობა, ვენახები, ხილი, გამარჯობა. ისე რომ ჩვენ ვართ მარტო პენსიონერები, არა შეგვიძლია შრომობთ და რაღაცას ვაკეთებთ. ისევ შვილებისთვის, აბა რა ვქნათ. პირობების გათვალისწინებით აძნელი. ჯერ იმ პირობების, რომ ჩვენ აგვაქვს უფრო მეტწილად
ვენახი ხო? კი რა. ყურძენი. ამ ყურძენს უნდა ძალიან დამუშავება, ძალიან ბევრი თანხა, შხამქიმიკატები ძალიან ძვირია მოხნა ისე. რაღაც კაპიკებში იღებენ 50 თეთრი 50 ისე რომ არაფერი არ გამოდის არა და რა ვქნათ გვაქვს ახალი ვაზია 8 წლის 10 წლის ხო არ გადა იმას ვიზავთ აი ძალიან სანერვიულო არ საიდან არაფერი არც იმედი არაფერი არ არის დააკლონ ამან ფასი ან მოუმატონ თვითონ ამ იმას ყურძენს მუშა ღირს 80 მანეთი დღეში აბა რა უნდა ისაქნა როგორ უნდა ისაზდო იქ რა დარჩება ეხლა გაძვირდა საწვავი საწვავმა გააძვირა მოხნა ტრაქტორები გაძვირდა შხამქიმიკატები გაძვირდა ჩვენი წამალი გაძვირდა მენახის წამალი ყველაფერი გაძვირდა პენსიას როგორ ანაწილებთ როგორ ახერხებთ გადაანაწილოთ როგორ ვანაწილებ და მეტი წელი მიდის მედიკამენტებზე რატო არის ესეთი დაუფასებელი გლეხის შრომა? გლეხს რომელსაც ამდენი უჯდება ყურძნის შენახვა მოვლა, რატო იბარებენ? არ აინტერესებთ ისა, ეგ კულტურა აღარ აინტერესებს. თვლიან რომ იმპერიული კულტურაა. ხო იცით რომ მანძე სხვაობა რაშია? ჩვენსაც მაგალითად ველის ციხეში მარტო ვენახი მოდის, სხვა ვერაფერი ვერ მოდის. ჩვენ საქონელი ჩვენ აი უყურეთ, მე ადგილი არ მაქვს რომ რაღაცა ხეხილი გავაშენო, ან რაღაცა გავაშენო. ჩვენ 6-7 კილომეტრის ქვევით აგვაქვს ვენახები. საქონელსაც ვერ გააშენებ. იმიტომ რომ სუნი მიუვათ იმათ. ხალხს და იჩიოლებენ. არ არის რა რეკომენდირებული. ამ ვენახით უნდა იცხოვრო და ეს ამ ვენახისგან კიდე აღარ გამოდის. ჩემი შვილი რომ მიდის თბილისში რა რომ აუცილებლად უნდა დამიტოვოს რომ აი და რათა ვითომ ამდენი გვაქვს რატო არ უნდა გვიყოს არა და მაშინ როდესაც ამხელა რესურსი დებს ვენახში და ყურძენში ხოლმე და მხოლოდ ყურძენია იაფიგენა ცოლე დანარჩენი ყველაფერია პროდუქტები ძვირი ღირს? კი ყველანაირი ბოსტნეული ძვირია მხოლოდ ყურძენს არა აქვს ფას ქალაქში სამცალ პამიდორს უწევს დაახლოებით 12 ლარი. დაახლოებით 12 ლარი და. ნუ აქ მაგდენი შეიძლება არ უწევს, მაგრამ იმიტომ რომ ქალაქში აღარ შემოდის გლეხის ნაშრომი აღარ შემოდის თბილისში. პროფესიით ზოოტექნიკი ვარ. ესე თუ ისე მუშაობდი და მეც და ვინც სახში და იმასაც ერთნაირი პენსია გვაქვს. აბა მე 17 წელიწადი მარტო ფერმაში ვმუშაობდი. და დანარჩენი მე მასწავლებლად მუშაობდი და მასაც მუშაობდი. პროფტექნიკუმში. ისე თუ დადიან და თუ კითხულობენ ამბავს, სოფელში ხალხი როგორა რაში ჭირდებათ მათი დახმარება? აი როცა არჩევნები შემოვიდნენ. დანარჩენი არა. არა. და საარჩევნოდ რომ მოდიან რას კვირდებიან ძირითადად? ეს უნდა გავაკეთოთ ეს უნდა აი ახლა კიდე ხიდი ჩაინგრა ხიდი. რომელიც აკავშირებდა ველის ციხეს ახაშენს და ტრასასთან იყო ახლოს და ჩაინგრა და აბა მაგის გაკეთება არ აკეთებენ? ჯერ უნდა სამი თვეო რაღაცა რომ პროექტი შედგეს ერთი წელიწად ნახევარი იქნება კიდე რომ არ გაკეთდება კიდევ რა აი რა უნდა მოხდეს რომ გლეხის შრომა დაფასდეს პენსიონერსო პენსია იყოს რომ და აი რა უნდა შეიცვალოს თქვენი აზრით ის გომავა შეიცვალოს სოფლის მიმართ სპეციალობითი უნარი ქონდეს იმას აი ეს პენსია რომ რაღაცაში გვყოს აი ეს გვინდა ანუ პროდუქტების ფასი ან პენსია უნდა გაიზარდოს ან პროდუქტების ფასი უნდა დარეგულირდეს აი მედიკამენტები ჩვენ ამყიდულობთ მეტიწილად სულ მოდმევ წამალზე პენსია მედიკამენტი ესეც მოიტანა მომატებია უკვე 5 ლარი მიმზადებით პროფესიით მუსიკის მასწავლებელი 27 წელი თელეცის განმავლობაში ვიმუშავე ისე რომ მე ხელფასი არ ამიღია ისე მყავდა ბავშვები რომ როგორმე შემენარჩუნებინა ეს ვარ ეს ჩემი წინაპრების განდარჩა დაახლოებით 150 წლისა ეს მარანი აშენებული რეზანანსი მამაჩი მააშენა ესენი წამობდანდეთ ახლა მაგის ინჯალობა ჯიქასი მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი ვარ ყველი და პური და კეთილი გულიო ხო გაგიგიათ თქვენგანის საწიგს კითხულობთ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხოვნა მეც მაგის წიგნის სახსვათა შორის ხოთ მეტი არაფერი არ გვინდა ეს ყველდა შოც არაფერი არ ჯობია საერთოდ ყველა კახელის ოჯახშია ხო ეს პრობლემას და კუჩის შორის სიყვარული ხავი ბარაკა მოჯახს
უფლის მალი და წყალობა არ მოკლებოდეს. შეხნამდე რომ მოვალ, მეზაგრე ვიყრი. გაიხარ, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარ. შეიძლება? როგორ გიკითხოთ? არა როგორ მიკითხო, მარტო ხელა კაცი როგორ იქნება. კარგი. ორი წელი უნდა გახდეს რაც მეუღლე დაიღუპა ჩემი და აი რა ვარ მარტო კარა რუსთავში ვყავ გოგო რუსთავში ცხოვრობს სამი შვილი ყავ მაგრამ მე რა აღარ უნდა სოფელი არავის ეგან უჰაერობაო თქვით და ჯანმრთელობა უჰაერობა მაქვს ხო ეგ არის რა ეხმარებიან რამით დახმარება რა ამათი უფასო წამალები რა არის რომელიც ყველაზე გაუბედურებული წამალია და რომელიც მინდა მე კი არ გაძლევენ და დაახლოებით რამდენი ლარის მედიკამენტები გჭირდებათ თვითონ თქვენ? 80 ლარი თვეში. 80 ლარის. და როგორ ანაწილეთ პენსიას? რა, გოგო მეხმარება კაცო, აბა იგრე არ ყოფნით? ან ყოფნის. აი ახლა 11 წელია პენსია ვიღებ. არასოდეს პენსიაზე არ დაუკავებიათ გაზისა. გოგო იხდის ყოველ 11-ში და ახლა ვიღებ პენსია და დამიკავეს ჩემ გარეშე. მეუღლე რამდენი ხანია რაც დაღუპული ყავთ? აგვისტოში 2 წელი უნდა გახდე. კიბო. 9 წელი კურნალობდით, მაგრამ ვეღარ, ბოლოში ვეღარ. ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. უძვირფასეს. არ ამგონია რომ ბევრი ადამიანი იყო სამი თანა. ყოფილიყო. ძალიან სხვანაირი ადამიანი იყო. რთულია მარტო დარჩენა. რაო იქ აღარ მიდივარ, თელი 25 წელი რუსთავში ვიყავით, მარშრუტკაზე ვმუშაობდი იქ არამე, მაგრამ ეხლა ვეღარ აუძლებ. აი სოფლის მეურნეობა რამე აღარაფერი. ქონდათ ისე? ქონდა, რომ 9 წელი კურნალობა რომ და თუ რამე ქონდა, სულ ყველაფერი ვენახი იყო, მარშრუტკა იყო, სულ ყველაფერი დავყიდე. პენსია რამდენი უნდა იყოს, აი რო გეყოს აქ სოფელში, წამლებზეც რო გეყოს, აი გაზიც რომ ჩამოგაჭრენ კიდევაც. აი საკმარისი რო იყოს რა. და აი არაფერს არ ეგ რა არის, თვითონ თვე არც ყოფნის. გამოსავალს აშიხედავ თქვენ, აი რა უნდა იყოს არაფერი, გამოსავალი ამ თავრობიდან არაფერი არ იქნება. ეხლა კიდე გუშინ გამოვაცხადა კრედიტები, ვისაც აღაღებული, უმატებენ იმაი კრედიტებს. აი ბავშვების ისა ორიჯერ ვიტირო, რომ დავინახე ეს ბავშვები რა. წამალი რო არაფინანსებენ წამალს. გაძვირდა, ხო როგორც იქნება ამ გაძვირებაი გაუძლებთ, მაგრამ ეს უსამართლობაი ვეღარ უძლებთ. ხალხის დაჭერა. ამოტოლა ხალხს რო იჭერენ, უსამართლობა. სხვა არაფერი, აბა სხვა რა არის. როგორ ფიქრობ, შეეხება ეს პრობლემა ყველას საბოლოოდ, ყველას კარამდე მივა ეს უსამართლობა? ყველას კარამდე მიდის, აბა რა ეს სოფელში ახლა ანუ დაისეთყონ, არამე ხალხი ველოდება თავის მოსავალს და ის მოსავალს რო ვერ მიიღონ, მშიერ დარჩება ხალხი. ვაზის ჩაყრის უფლება აღარ აქვს. იმათ რა ვაზიც უნდა ის უნდა ჩაეყარო. მე მგონი მალე ვაზს აღარ იქნება. მადლობა დიდი. არაფერს ის მადლობას გისურვებ. გამარჯობა, თაკო. გამარჯობა. კეთილი გენაცვალე. ყველაფერი დაძვირებულია გენაცვალე. გზები არა გვაქვს, აგიყურე რა დღეში ვარ. თუ ქონიათ მიმართვა გზის გაკეთებასთან დაკავშირებით? რა ვიცი, უნდა გააკეთონო გვპირდებიან და ვნახოთ აბა რა იქნება. რამდენი ხანია დაახლოებით რაც გვპირდებიან? აი მე რაც აქავარს უკვირდებიან და მე აქ გზა დაგებული არ მინახია. არა და სულ ამ თავრობას უჭერთ მხარს. როდის გამოჩნდებიან ხოლმე დაპირებებით? ეხლა ვითომ დაწყებულია იქით გზები გააკეთეს და იმედია აი სასაფლაო აქვე გვაქვს მიცვალებული სულ აქ გზაზე დადის და მე მგონია პირველ რიგში ეს უნდა გააკეთონ ეს გზა. ხართ მაყოფილი ამ თავრობას უჭერთ ხარს? აი აძვირებენ ყველაფერს და მაგ ხრივ არა ვართ კმაყოფილები. მაღაზიაში ხო მე მაგალითად პენსიონერი ვარ. ეხლა დავტოვე ეს პენსია გინაცვალე იმაში. აფთიაქში დავტოვე და რა მომყვა 50 ლარი. გავალ ეხლა მე ეს თვე გადასახადები გადავიხადე, ყველაფერი დაძვირებულია და 50 ლარით მოვედი ეხლა ამ საათში დღეს ავიღე პენსია. აი ისი რა არის კიდევ? მაგ ადგილები და ვერ ვაფორმებ. რამდენი მივდივარ უარ მეუბნებიან. რატო ვერ ვაფორმებ ადგილს? ვითომ გაადვილებულია. მაგრამ არაფერი გაადვილებული არ არის. 3-4 ჯერ ვარ მისული და ვერაფრით ვერ გავიფორმე ადგილი.
ადრე ხო არ იყო გენაცვალი ეგა კომუნისტების დროს არ იყო ესა ადგილების ისა აი გაფორმებები და ისინი და ვიღაცისები არის და მე სად ვეძებო ახლა მიცვალებულები და ისინი თქვენი შვილები სად არიან? ქალაქში არიან გენაცვალე გმურად არიან იქ და რა ვიცი მუშაობენ უფრო არის რაღაცა რომ ბავშვებმა ცოტა რაღაცა გააკეთონ უბრალოდ იარსებონ რა სხვა რა უნდა გააკეთონ ახლა მეტი არაფერი უნდა მოემატოს პენსიას როგორ შეიძლება ამ პენსიაზე ცხოვრება ხალხო როგორ შეიძლება ვაიმე მაპატიეთ მაგრამ მაზღარ ყველა მაზღარი ეგონა ეს მთავრობა რო ეგრი არის და ჩვენ ეგრი არა ვართ ხალხო არა ვართ არა მეტი წილი ხალხი არის არ ვიცი რა აი რო დაიარო რო რაღაცა მიჭირდეს კაპიკიან ვერ ვისესხებ არავის არა აქვს ვინ რა უნდა მოგცეს უცბად აი ჩემეული ხლეს იმპაქტი დაემართა და სახში კაპიკიანი არ მქონდა სანამ ბიჭები არ ჩამოვიდნენ და არის ესხეს და არ მოიტანა თქვენი სახელი გამარჯობა გამარჯობა ყურძნის მოვლა რა გიჯდებათ შენახვა მის გახარება ვერ ვიგებ ყურძნის მოვლაო ო ძვირი ძალიან ძვირი მერე აბარებ ტყიდით აბა ყიდით აბა რა თქმა იმდენი მასავალი ჩება რამე მიქიდან ხეირს ნახულობ ნაპტილი რა გასწონწელი არა თუმცა შრობა ბევრი უნდა ისეთი მაგარი ემსარჩათ აი ვენახს წავიდე ეხლა მე და წამალდაბას სეტყვის პირობებში რა ხდება აი ჯვარი გწერიათ და რო დაისეტყოს პირობითად სოფელი არის მაგდროს აი მე ხელშეწყობა ან გადაზღვევა ხდება რა არაფერი მე თავის დღეში არ ამეღია დაწვევია ძალიან დაძვირებული ო საწოლ ხალხმა ზოგმა გაკაფა თან ეხა რო იძახენ კიდე არ ვიცი ჯერ არ ვიცით 30 თეთრი იქნებოდა აბა მე ნახე გაგიჟება ხალხისა ბევრი მოსავალი მუდამ კი გაიხარეთ ბედნიერად გაიხარეთ მადლობა ფედ არის სულ დაკრაფილი ბავშვები წდებოდნენ ალბათ ცოტა გახაწები პატარა მომეცი აბა ჯერ მოსული არ არის გინდა შევერწდები ფენა სულ დაკრაფილია ლაკაია ზაფხული მოვამალე მოსული ვარ რომელი სახლია ეს ჭიშკრი და არ გამო გამარჯობა როგორ ძანდებით შეგაწყვეტა გამარჯობა ვიღებ სოფლებს აჰა მეკითხებით ხალხს რა პრობლემებია სოფელში როგორ უმკლავდებიან გვინდა რომ ორი კითხვა თქვენს დაგისვათ მობძანდით რეალურად ჩვენ მოგვეწონა თქვენი ეზო და იმიტომ გავჩერდით აქ არა მაქვს პრობლემა მარტო უნდა მოგიფეროს არა გზების პრობლემაა სიხარო თუ გზა არ არის ტაქსიც და არ მოძრაობს ერთი კაცი ყავს შაქროძიას ვეძახით რომელსაც ტაქსი აქვს და იმის სინაბარასავართ ოღონდ სუდათ არ გახდეს ეს კაცი ავტობუსი ვერ შემოდის იმიტომ რომ გზა არ ვარგა და აუგრძალა ჩვენმა თავმჯდომარემ რომ შემოსულიყო ავტობუსი გზა უნდა გააკეთონ და მაგის გამო გააჩერეს ეგ სიტუაცია თორე დადიოდა სამჯერ მაინც შემოდიოდა ხოლმე და როდისთვის ელოდებით გზის გაკეთება აზი არა ვარ სიხარულო ყოველთვის ორშაბათიდან უნდა დაწყებულიყო და რამდენი ორშაბათი მაგრამ ის რამდენი ორშაბათი გავაკიდე კიდე ღმერთმა არ იცის პენსია ყოფნით რაზე უნდა მიყოს გენაცვალე უნდა იმყოფინო სხვა გზა არ არის რაზე უნდა მიყופნო იქ წამლებია იქ საჭმელი ესე კიდე კაი მეუღლე მყავს და უფრო ის ხარჯავს რაღაცას და ეხლა ორი თვია რაც სკოლიდან წამოვედი და სკოლაში აღარა ვმუშაობს პენსიონერი ვარ მასწავლებლად მუშაობდი კი რუსული სპეციალისტი ვიყავი პირობები ინფრასტრუქტურა გვაქვს ძალიან ესე იგი გასაკეთებელი ვითომ უნდა გაეკეთებინათ მაგრამ ვეღარ მოიცალეს ველისიხისთვის პროექტში ჩასმული უკვე უნდა გაკეთებულიყო და დავრჩით ესე და არ გაკეთდა სოფელი არის საოცრება სოფელში ცხოვრება არის ბედნიერება მიყვარს ჩემი სახლი ჩემი რა ვიცი ყველანაირად და ჩემი თუ ყოფილი თუ ისა ყველა მოსწავლე მიყვარს და მშობელი მათი თუ ვერ მეახლობელი ყველა აი გარდა პენსიის გარდა რაიმე ხელშეწყობა თუ გაქვთ აქ თქვენ არაფერი აბარანა რა უნდა მქონდეს რამდენად აბარებთ ყურძენს ლარი და 10 თუ ლარი და 20
და მოგება გჩებათ რამე მაგ თანხაში რო აი აბარე. ძალიან ვენახში 200 ლარი დარჩა მოგება, ესე იგი 700 ლარი ხო აიღო და ის დანარჩენი ის ხარჯია რაც დახარჯა გლეხი საერთოდ რა ვიცი მიაცეხარისხოვანი გახდა აღარ არის გლეხი იმ დონეზე გლეხი გარჩა თქვენ და დიდი მადლობა. გაიხარეთ კარგად სადაურები ხარ შვილო მე ისე აფხაზეთიდან ვარ დევნილი, მაგრამ ბათუმში დაბადებული გაზრდილი ვარ. თბილისში ვარ სტუდენტი. აჰა რა კაი ახალგაზრდა ხარ დიდი მადლობა. აიხარეთ. მე უკვე დავბერდით, მე ამჩენებელი აღარა ვარ. რაც მამაჩემა და პაპაჩემა აშენა, იმე კიდე ული. ტრადიციულად. კი. აიღვინო გამოგდის? არა, უშო, გავსინჯოთ. გავსინჯოთ. ზემგერა ყურანი ხახური. ცოტა ძიმეა ახურიო დასალევაკო ძახიან. ნამდვილად ესია და დანარჩენი და წვენია? აბა ხლა იქი პატა. დაიუსე. უთე კი ბატონო ბატონო. მონებული მამაჩემი ჩვენ ის ძალიან გვიყვარდა სტუმარი მაშინ კიდე. აგერ ქვევრებით მოვა. კაია ყველაფერი. გამაგარია. ვინმე გეხმარება თუ მარტო აკეთებთ? ბიჭიგეთ სამსახურია ვეღარ მეხმარებ. მარტო ვაკეთებ. რამდენი შვილი გყავთ? 3. 3. 3 შვილი მყავს, 2 გოგო, 1 ბიჭი. აჰა, ყველა შეღვინო გაჩასმული? არა, მოუგლოები აღარ მაქვს. აი 2 დღეა 3 დღე რაც გახალი. მაშინ მქონდა და რამდენი წელია რაც ამ ამბავში ხარ? რაც დავიბადე, რაც წამოიზარდე. მე ვარ შროვანებით 77 აგერ ყობაც საერთოდ. ო, მასე მე უნდა გიაცუ. ასავით კაცი ხარ. ამიზარება. შეხედე გამოვიდანე და მა. ო. ყველასოლებთ გაიხარეთ. კიდევ ამრავზე. ედენია საქართველოში გეცხოვროთ. შვიდობია საქართველოში. სულ და კარგი მომავალი გქონდეთ. შვიდობა ამოჯახს. გაგლოცავთ. დაუმოჯახს.